საღამოშიდობისა მოგესალმებით მეგობრებო. საღამოშიდობისა საქართველოში საქართველოს საზღვრებს გარეთ და ოკეანგაღმა ბატონი პატა შუბიტიძე და ბატონი ზურაბ კობახიძე. ბატონო პატა ძირფასო საზოგადოება ქალბატონებო და ბატონებო ჩვენ შევასრულებთ იმ განაპირებს რაც წინა გადაცემაში დაგვერდით რომ ვისაუბროთ ბანკროტის აი სამართალზე რაც გავხავით წინა გადაცემის დროს და გაგრძელება დღეს იქნება მაგრამ ამავ დროს პირველი აი ის აქტუალური თემები რაც ხდება ნამდვილად უნდა ვისაუბროთ ამაზე და ბატონო პატა აი თქვენ მაგრამ დღეს რიგი ესეთია ბატონო ესეთი დრო მოგვივიდა და ესეთ დროს ეპოქაში ვართ რომ და ისეთ დროებაში ვართ რომ არ შეიძლება რომ ამაზე არ ვისაუბროთ გამოწვევები მუდამ არის ყოველთვის არ მყისერად არის და ის ქვეყანა და ის ადამიანია წარმატებული და ადეკვატური ასე ვთქვათ რომელიც იმ გამოწვევებს ზუსტად პასუხობს იმ შესაბამისი ქმედებებით აზროვნებით სამწუხაროდ დაგროვდა ძალიან ბევრი პრობლემები ჩვენი აზროვნებისა და ჩვენი მმართველობის ფორმების გამო როგორც საზოგადოების შიგნით ისე სახელმწიფო მმართველობის თვალსაზრისით საერთაშორისო და შიდა პოლიტიკაში ამიტომ თქვენ გარკვეული ბრძანდებით ბატონო ზურაბ და სრული ინფორმაციას ფლობ და ძალიან იმ თვალსაზრისით ძალიან დაინტერესებული პიროვნები ბრძანდებით და თან გაქვს დიდი გამოცდილება ამ მიმართულებით ფიქრი მაინც ფიქრი და აზროვნება უნდა ვისწავლოთ რამენერად ქართველებმა საზოგადოებაში. ხო და რაღაცატომ არ ვიცი რა ხდება ერთია ფაქტი ბატონო რომ აი პირდაპირ ვიტყვი ქალბატონებო და ბატონობა და პირდაპირ ვიტყვი რომ დღეს რაღაც აი თითქოს ჭორების დონეზე უნდათ რაღაცა მართონ რაღაცეები და ეს არ შეიძლება. ამ ჭორებს კიდევ თვითონ ავრცელებენ, ხო? ჩვენ ხო საერთოდ ეკეთოთ. ჭორი გააჩნია კიდევ. ჩვენი ქართული ერი საერთოდ ქართული ერი მედრეკილება გვაქვს რაღაც აი. ანუ პროპაგანდა დავარქვათ ამას. კერპების შექმნა. ჩვენ ვიცით ეს სამწუხაროდ წარმოვშობთ რაღაც კერპებს. ვერ გამოვადით მაგ ეპოქაში. კერპებს წარმოვშობთ. მე თვითონ ვჯერა რომ იმ კერპების და მე გვინდა რომ სხვასაც დავაჯეროთ რომ კერპები ყო რაღაცა. არ ცდებიან კერპები. თაყვანისმცემლის ღირსები არიან. ანუ ჭორის დონეზე ისეთ რაღაცებს ვამბობთ და ამბობენ. ვიჯერებთ. აი თუნდაც ის ახლა. კი ბატონო მე მივესალმები ჭკვიან ადამიანს ყველა პლატფორმაზე და მოზრუნე ადამიანს და თქვენს და თუნდაც მოწინააღმდეგე იყოს და თუნდაც მოწინააღმდეგე იყოს მაგრამ იქ უკვე სადაც არაფერს წონა სიტყვებს აღარ აქვს უკვე მე ამას არც თქვენ ქალბატონებო ბატონებო არც თქვენ ბატონო პატა და კიდევ ბევრი ჩვენაირი არც მე არ ვერ მივესალმებით იმიტომ რომ თუ ესე იგი თქვენ იპირებენ დაგაჯერონ რაღაც აბსურდი მე ვიტყვი რომ ამის მე არ მჯერა დღევანდელი 21 საუკუნეა კაცო თან ის ხო არა ვართ არა რომ დავიჯერო კრიტიკული აზროვნება დაგვაუწყდა ეხლა რაზე მეტად რაზე საუბრობენ ეს ორი ადამიანები ხო ვიღაცას რაზე და პირდაპირ ვიტყვი რომ როგორ შეიძლება დავიჯერო ან ნორმალურმა ადამიანმა დაიჯეროს რომ ამერიკა ამას ყიდიან ამაზრს და გამოსდით იმიტომ რომ დაუნათლებლობა ძალიან მაღალი რომ ამერიკა გვითხრევდა ომში ეხლა როგორი მისაღებია ეხლა ეს ვისთან ომში ვისთან მათ მოდით ესე ვთქვათ რა მათ პრეზიდენტს თვითონ არ შეუძლია მარტო გადაწყვიტოს ომი და თუ გადაწყვიტა კი ვხედავთ რას იღებს და აგერ გუშინწინდელი კონგრესის
კი ნომინალურია, მაინც იმიტომ რომ ის გამარჯვება, რომ დაანახეს უბრალოდ რომ ერთი კაცი იმ ქვეყანას არ მართავს, მაგრამ ეგ გონიათ იმ ქვეყნებში რომ ერთი კაცი მართავს. სადაც თვითონ აქვთ ერთ კაცის მმართველობა რა, ესეთი აზრია რა. ეხლა მე დღეს ვამბობდი რომ ბატონო რომ აი მაგალითად კარგით ვთქვათ, მოდით გავსაჯოთ ეს თემა, რომ ესე იგი ჩამოვიდა მაგალითად და მახსოვს რომ ჩამოვიდა ლოიდ ოსტინი თბილისში. მახსოვს კარს უკან საუბარი და მე აღარაფერზე ლაპარაკი სიჩუმე. და სულ ძახილი რომ დიახ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკასთან სულ ამადგან ხელისუფლებისგან. გადის 2 წელი თუ რაღაც და გვეუბნებოდნენ, მაშინ გვეუბნებოდა პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლება, რომ დიახ, ჩვენ უერთდებით სანქციებს რუსეთის თავიდან. მე გავიდა წელიწადნახევარი და უკვე ამბობდნენ ჩვენ ნაწილობრივ უერთდებით. ანუ ჩვენი სანქციები რუსებს არ დავაკლებთო. ხო, არაო, ჩვენ რამეს დავაკლებთო, იმითიო. ჩვენ დავზარავდებით მხოლოდო, რა. ხო, მე და ბოლოს უკვე წამოვიდა გამოვარდა უცებ ეს ჭოროყნული რაღაც იდეა რომ ამერიკას უნდა და ჩვენი გვაიძულებდა ომში ჩა. ამას მოყვება პასუხისმგებლობა. არ არის დღეს გასაგებია პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტი, მაგრამ ამას ხმამაღლა ესე თუ იყვირებთ, ამას მოყვება სხვა პასუხი იქიდან, აბა ვინ და აბა როგორ. თვითონ დაზარალდება. ეხლა ვიღაცა ეტყვის როგორ აქ არ იყო საელჩო, რატო არ იყვირესო? იცით რატო არ იყვირეს? ეგ რო ეყვირათ მაშინ. ესენი მიღავს მოიხსნიდნენ და პირდაპირ იტყობდნენ რომ დიახ, იმიტომ რომ ამათ ფსონი სხვა ქვეყანაზე გქონდათ დადებული, რომ ის ქვეყანა ვერ გაიმარჯვებს რუსეთთან ყვიროდნენ და ამიტომ რუსეთზე იყო ფსონი დადებული. და ერთი პერიოდი იყო, რუსეთს მოერევა ეგა. მეორე უკვე წამოვიდა რომ დაინახეს რომ არც თვისი ადვილი იყო უკრაინის დამარცხება, მე წავიდა ნეტავშიდობა იყოს მსოფლიოში. და მე უკვე ის რომ აგერა ჩვენ გვთავაზობდნენ ომში ჩართვას. აი ამას მაგალითად დაუშვათ. ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო, დაუშვათ ვიღაცა გადავიდა ჭკუიდან მართლა მე უბრალოდ და ვერსია უბრალოდ აი ისეთი რა რომ დიახ მაგალითად ვიღაცა მოვიდა და გითხრა ფანტაზიის სფეროდან შენ უნდა იომო ჩაერთო ომში. პირველი პასუხი პირველი პოლიტიკური პირისგან რა უნდა იყოს, აი ახლა გეტყვით და არ ვიცი ახლა ამას როგორ გაიგებთ. ეგ რომ პირველ პირს და თუ პირველმა პირმა ეგ ვერ გაანალიზა და ესეთი პასუხი ვერ გასცა, ის პოლიტიკოსი კი არა. გაუშვით სადღაცას ამას ეს რომ გითხრა და არასდროს არ გითხრა, მაგრამ ვერსია რომ მაგალითად გითხრა, პირველი პასუხი უნდა ყოფილიყო ეს. ბატონო პრეზიდენტო, თუ ამერიკის პრეზიდენტი იყო, ან დივანო თუ ან კონგრესმენო, თუ ის იყო, რომელიც ჯარების და თავდაცვის დივანო, ბატონო დივანო, იმედია უნდა ეთქვა. იმედია და ალბათ თქვენს ამ მოთხოვნას და წინადადებას ხარს უჭერს კონგრესი და სენატი. ამით იმას კი არ ეუბნებოდი მარტო რომ თქვენი გადასაწყვეტი არ არის. ამით იმასაც ეუბნებოდი რომ წესი ეს თქვენ კონგრესმა და სენატმა ეს თქვენმა მიიღო ესეთი აზრი რომ ჩვენ გაგვიზიარეთ და გვინდათ და თუ ამას უკან აძლიერებს შეერთებული შტატების და იმ პერიოდში სამხრივად ნატოს ჯარების ყველანაირი უბრალოდ სიტყვაზე ვამბობ. ეს ხო წარმოუდგენელია, მაგრამ თუ ეს და იმ 2000-ეულს ოსეთში, ცხინვალში და 2000-ეულს კიდე იმაში აფხაზეთში თუ ამას პირდებით სოჩამდე მინდა კი ბატონო ის ჩემი ისტორიული მიწები დავიბრუნო. იმიტომ რომ გაუსროლლად ნატოვებდნენ გაიქცეოდნენ, იმიტომ რომ ისეთი სიტუაცია ახლა ვიღაცას
ეშლება და გონია იცით რა უძლეველი რუსეთი და რაღაც ესეთი პროპაგანდები, მაგრამ ესეთი რამე საერთოდ არ ყოფილა. აქ იყო ის მხოლოდ რომ სანქციებს შევერთდით. ერთადერთი თავს უქნევდნენ, კი შეუქმნებდით, საქმე სხვანაირად აკეთებდნენ. და მერე მოყვა ესეთი რაღაც გადაბრალებები და რაღაც ჭორების დონეზე რაღაცების თქმები. მე ეგ თემა დაიხვეწა ბატონო ზურაბ. დაიხვეწა იმ გაფართოვდა დახვეწა მაგისი როგორ შეიძლება. დროის და რო იქნა კითხვა დასმული რომ აი დაუშვათ შევედი რუსეთთან ომში არა. რამდენი ხანი დაჭირდება რუსეთს რომ საქართველოს სრულად ოკუპაცია მოახდინოს. რაღაც საათები ხო? ხო. მე რა ვქნათ, მე გვირჩიეს რომ მე პარტიზანულობაზე გადადიო. აი ეს ვერსია ვიღამ განავითარა. ეგაა საინტერესო. ეხა ხო. ესე იგი იმდენად დაიხვეწა ეს სტრატეგია. ხო. იმდენად დაიხვეწა ეს სტრატეგია რომ ესე იგი ჩვენ გადავალთ გავიხიზნებით მთებში და დავიწყებთ იქიდან პარტიზანულ ომს. აი ვის მოაფიქრდა ამის გენერირება საზოგადოებაში? როგორ დააჯერეს ეს საზოგადოება? პრიმიტივიზმი ახასიათებს. ეხლა ამ დონის კი არა, გაგიკვირდებათ და ისეთ იმ დონეზე. მე ახლა რო ვაკვირდები რა, ისეთ რაღაცებს წარმოთქვავენ, ისეთ რაღაცებს იჯერებენ და აი მოდი ესე ვიტყვით რა, დღეს რო ჯერა ხელისუფალს, თან თუნდაც ოპოზიციას, რომ ერთი კაცი მართავს ამერიკას, ისეთ საზოგადოებაში არა ადეკვატურია აბსოლუტურად. ესე იგი, წარმოიდგინეთ რა, იქ ყველაფერი დასაჯერებელია, რასაც იტყვია. ხო? ამ დროს ეს აბსოლუტურად სხვანაირად არის. პირიქით როგორ გითხრათ ახლა ის ძალთა თანასწორობის პრინციპი. მაგარი არა, გუშინ კონგრესმა მიიღო კონგრესმა კანონი ის ხო უბრალოდ რაღაცა ნომინალურად რომ შეახსენეს პრეზიდენტს რომ კონგრესის გარეშე ომის დაწყება არ შეუძლია ქვეყანას. და ეს შეახსენეს და რესპუბლიკელებმაც ექსმატვორსები მისცა ხმა. პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამაზე? იმიტომ რომ ქვეყანა როგორ ერთმა კაცმა უპასუხისმგებლო ომმა ჩვენ ვიყავით დიახ ვართ დღესაც იმ მხარეს რომ ირანის რეჟიმი უნდა დაემხოს და გვინდა დაემხოს, მაგრამ უპასუხისმგებლოდ და უმიზნოდ დაწყებულმა ომმა წინა გადაცემაშიც ვთქვით მოიტანა ის შედეგი რომ დღეს უარესი გვაქვს სურათი, ვიდრე იყო იანვრის ბოლოს, ანუ სანამ სამხედრო მოქმედებები დაიწყო, იმიტომ რომ მიზანი არ იყო, თორემ მიზანი რომ ყოფილიყო, ნატოს იქ იქნებოდა, კონგრესიც მხარდაჭერაც იქნებოდა, იმიტომ რომ იცით რა, ირანის მთავრობა, როგორც ტერორისტული მთავრობა, ჯერ ევროპამ გამოაცხადა, გაერთიანებულმა ევროპამ. და აი ის რო გამოცხადა ესენი ტერორისტებთან იყვნენ იმაში, ესე იგი ამერიკელები იმაზე მოლაპარაკებებში შვეიცარიაში. ამათ ჯერ არ ჰქონდათ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული. მერე გამოაცხადეს ევროპელების ევროპის მერე. ასე რომ აქ უნდა ყოფილიყო დაგეგმილი ოპერაცია დიახ გამიზნული. მიზეზები იყო, მიზანი არ არის. აქ ორი თემაა სამწუხაროდ ძველი და ახალი. ძველი ის რომ გაიზულებდა ამერიკის შტატები, შეერთებული შტატები, რომ ჩვენ ჩამოვიყავით რუსეთთან წინააღმდეგ ომში, რომ ეს იყო იმდენად კარგად შეფუთული და დღემდე იმდენად დამაჯერებლად ჟღერს, რომ ხო, ვიღაცებისთვის, აი ვიღაცები ბევრი არის. ძალიან ბევრია, სამწუხაროდ მოქალაქეები არიან და ესე იგი რა შედეგი მოყვებოდა ამაზე და ამ პარტიზანული ომი რამდენ ხანში დამთავრდებოდა ან საერთოდ აწყობდა რომ მაშინ პირდაპირ ჩაებარებინა დასავლეთს საქართველოს ხო და ეს თითქოს მიჩუმათებულია, მაგრამ ეს ღვივის ეს ნაცარი რო გადაკეთო ეს ნაღვერდალია ეს აზრი მოსადრება ღვივის და საჭირო დროს ეს შეიძლება აალდეს და ხანძრად გადაიქცეს. და ეხლა ამის დღევანდელი მეორე ამბავი კიდე რა თქვენ ეხლა ბზანეთ, ძალიან აქტუალური ხო? ხო რა ეხლა როგორია? დღის წესრიგი დღევანდელი. ეხლა მე მაგალითად არა რაც ჩამოვედი ამერიკიდან მახსოვს რა რომ ჩამოვიდოდა მაგალითად მეზობელი ქვეყნის პირველი ლიდერი, ხო? პირველი სიტყვა იყო რომ ხელისუფლება იტყოდა რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა იტყოდა.
პირდაპირ იმ ქვეყანას. ჩამოვიდოდა ვიღაც კიდე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მე ვლაპარაკობ იმ ქვეყნებზე რომლებიც კონგრესსა და სენატში მიუღებელი ქვეყანაა პირდაპირ ყვირიან კონგრესმენები და სენატორები რომ ეს არის დიქტატორები არიან მიუხედავად მაგისა და ესენი ამბობენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ამას ყურადღებას აქცევდნენ ამას უყურებდნენ ისმენდნენ არ ყვიროდნენ რომ რას იმიტომ რომ სტრატეგიული პარტნიორობა ხალბატონებო და ბატონებო კიდევ ერთხელ შევახსენებ ბევრმა იცით და მჯერა რომ იცით მაგრამ ვინც არ იცის კიდევ ერთხელ შევახსენებ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის მეორესთან ეს არის ეკონომიურ, ფინანსურ, პოლიტიკურ, სამხედრო ერთად აღებული სტრატეგია როგორც ინტერესთა გათვალისწინება და ინტერესთა ხელშეწყობა ყველა ამ ესე იგი დონეზე და როგორ შეიძლება ყველას დაუძახოთ სტრატეგიული პარტნიორი? ხო და დღეს მივიღეთ სტრატეგიული პარტნიორობა კი არა. მივიღეთ უკვე იქ შეიძლება თქვან რომ იცით რა გვაქვს ისეთი აი უკვე აი რა აქვს ისეთი საქართველოს ისეთი წარმტაცი რომ ამაზე დავხუჭოთ თვალები. და იმან იცით რა გზებია ვიყიდით იმ გზას კაცო და ჩვენ ჩინეთთანაც გვაქვს სავაჭრო გარიგებულის ურთიერთობები მაგრამ სტრატეგიული პარტნიორი კი არ არის ამერიკის ჩინეთი პირდაპირ ამბობს რომ ის ჩემი იდეოლოგიური მტერია კომუნისტური ჩინეთი და ანალოგიურად იდეოლოგიური მტერია სახელს რო ვერ დაარქმევ რუსეთი ამერიკისთვის ტრამპს ხო ეგრე უნდა ტრამპი არ წვითავს საქმეს მარტო ამერიკაში არ წვითავს ერთი კაცის საქმეს ამერიკაში ხალხის რჩეული იმ ქვეყნის დოქტრინა კაცო როგორ იზარჯება ის რაღაც ის აზრები რა რომ აგერ სახსავაშენებ დავარქმევ ტრამპ ტაუერს აგერ აი პირდაპირ ტრამპ პორტფელო რო დაარქვა საქართველოს სიტყვაზე ვამბობ რა ეხლა ხუმრობენ მეტაფორულად ვამბობ რომ დაარქვა ტრამპორტფელო ქვია საქართველოს მაინც არ იქნება სტრატეგიული ამერიკული პარტნიორობა ამ ფორმებში რა ფორმებში თვაც ვართ დღეს და მე გული მწყდება კიდევ უფრო ოპოზიციურ სპექტრზე რომ იქაც მარტო ეს ისმის არასწორი აქცენტებია ყველაზე ახლა მოვიდა იცით რომელი დრო აი ეპიზოდით ის დროა მოსული მე პირდაპირ თუ მისმენს ვინმე იმათგან ვამბობ ოპოზიციიდან თუ არ შეგწევთ ძალა იმის და რა ვიცი რაღაც რომ იქ ჩახვიდეთ და კონგრესს და სენატს მიმართოთ ხმავალა ერთ-ერთი ვინც ყავთ კარგი მოსაუბრე ინგლისურად და ისაუბროს და თუ ამის მაშინ დაგჭენიათ ის რომ მოიწვიოთ ორპარტიული ის კი არა კაბინეტის წევრები არა ორპარტიული კონგრესიდან და ორპარტიული სენატიდან ესე იგი და ერთი ინდეპენდენტ რო იწვიან ისა ვინც არის ინდეპენდენტი ესე იგი რესპუბლიკელი დემოკრატი და დამოუკიდებელი რესპუბლიკელი დემოკრატი და დამოუკიდებელი 6 კაცი მოიწვიოთ თქვენ რასაც ქვია ოპოზიციური სპექტრი და უთხრათ ეს ეხდება ამას ემატება ის რომ პირდაპირ უთხარით არ შეგწყვეთ რომ არაპროგნოზირებადია ამერიკელი პრეზიდენტი და ამიტომ ჩვენ აქ რაღაცები ხალხს რაღაცები ჯერა რაღაც ღაბრების აქედან კიდე ის რომ აი ჩვენ ჩავხდეს ომში ეს ყველაფერი უნდა ახსნათ ხო ჩვენ დიპლომატიურად შეიძლება და იტყვიან რომ დიახ დალაგებულ კულტურულ განათლებულ პოლიტიკურად ხალხთან გვაქვს საქმე ისე როგორც უნგრეთში ჩავიდა ორბანი ამერიკაში გადახვია ხელი ტრამპმა იყვირა ეს არის ყველაზე დიდი ლიდერი ხარდაჭერას გამოუცხადა ხარდაჭერას უცხადებს და ჩამოვიდა და წააგო არჩევნები რატო უნგრელმა განათლებულმა ხალხმა ძალიან კარგად იცოდა რომ 14 და 16 წლის იმაში პარტნიორობის კაცი ამერიკის სტრატეგიული პარტნიორი ვერ იქნება. თუნდაც ელემენტარული საზოგადოების ეს ის როგორ არის ამერიკაში აქვს ესეთი ისა გამოთქმა
რომ you can't make a chicken noodle from chicken shed. ესე იგი, აი პირდაპირ გადაგითხრათ. ქათმის უკაცრავად კინტისგან ბულიონი არ კეთდება რა. იქ უნდა იყოს ხორცის ნაგლეჯები და რაღაცა. აქ არარაობიდან არაფერი არ იქნება არარავინ. აი ეს არის მთელი ეს და ამაზე ახლა ჩვენ კიდევ ერთხელ ბოდის მოვიხდოთ აქტუალური ამერიკა ქვია და იმიტომ აქტუალურად დავაყენეთ ეს თემა წინ და ამიტომ ვსაუბრობთ ჩვენ არა ვართ პოლიტიკური გადაცემა ჩვენ გვინდა უბრალოდ აქტუალური ამერიკული აზრები რა დამოკიდებულება საზოგადოებაში კანონთან რა დამოკიდებულება ერთმანეთთან ამ გადაცემის აზრი და არსი ამაშია რომ ეს ამაზე ვისაუბროთ მაგრამ აქ უკვე იმაზე კი არა აქ უკვე ესე იგი რო არ ვთქვათ ეს თემები არ გამოვა იმიტომ რომ იცით რა დიახ საერთოდ არსებობს დიახ არ YouTube-ი არსებობს გიყურებს მსოფლიო გიყურებს უცხოეთში ქართველი გიყურებს უცხოელი რომელმაც ქართული იცის არის კი არიან ესეთი ადამიანები და ჩვენ მათთან ჯერ საკუთარ თავთან საკუთარ თავთან უნდა ვიყოთ პირნათლად და მე იგივე იმ ხალხთან როგორ ახლა მე აქედან გამოვიდეთ და ვთქვათ რომ დედა ეს რა კაი კაცი მოვიდა ამან მთელ მსოფლიოს პრეზიდენტი უნდა იყოს ბატონი ტრამპი ეგრე რომ ვიყუროთ ჩვენ მაშინ ვიქნებით სკოლაში მისაყვანე აბსოლუტურად სხვა პარადიგმების ქვეყანა ზურაბ მსოფლიო დღეს სხვა პარადიგმებით იმართება ერთი კაცის პიროვნებების როლი გამოსაზრდელია რასაკვირველი ისტორიაში მაგრამ დემოკრატია თვითონ გულისხმობს იმ პრინციპებს რომ ქვეყანა იმართებოდეს საერთო კოლექტიური და საერთო საზოგადოებრივი ინტერესები. რატო არიან კონგრესსა და სენატში? იმიტომ რომ კანონმდებლები არიან, ქვეყნის მეურვეები არიან ბატონო. და პასუხისმგებლობის ცენტრიც განსაზღვრულია ყველგან, ხო და. აქ პასუხისმგებლობის ცენტრი როგორ არის განსაზღვრული, როცა ორგზის პრემიერ-მინისტრი აგერ ქურდობისა და ყაჩაღობისათვის ზოდების ზის ციხეში, ხო, როგორ უნდა განსაზღვრო ის, რომ აი ამ წლის განმავლობაში ამ 14 თუ რამდენი წელი გამოვდით ამათ ყოფნა ხო ხელისუფლებაში არა რაც არ უნდა ხელისუფლება ყვნის საერთოდ ზოგადად რო ვთქვათ რა და აბსოლუტური ხელისუფლება აბსოლუტურად ყვნის ძალიან გავრცელებული გამონათქვამია ახლა ეს რომ ხო და ამდენი ხანი მე მაგალითად ბოდიში აი გეტყვით მე მაგალითად იმ კაცს 100 წლიანს მივსჯიდი რაზე იცით პირველი იმაზე რომ მოიგონა რაღაც აბსურდი აი თვითონ შეიძლება ვამობდით რომ ამერიკა გაიძულებდა ომის ჯერ თორესე იყო თუ მიტყვის ხო რატომ არ განაცხადეთ პირველივე დღეს დახურულ კარს მიღმა საუბარი მიღებული ფორმატია მსოფლიოში შეიძლება მოხდეს მაგრამ მე იმასაც ამბობენ რაზე იყო თემაზე საუბარი მე არაფერი არ ატყვის როცა დაჭირდა რატო არ ატყვი მაშინ თუ ეგ მაგას როგორ ვიტყოდი ეგრე ვიტყვი. რაზე არ ვიტყოდი. ქვეყანა გეუბნება ესე იგი შენ იმას ამბობ, ქვეყანა გეუბნება ომში ჩაერთო, შენ ხარ ნახოთ არ ვიცი, რაღაცა და წავიდა და შენ ამაზე ხმას არ ამბობ, 2 წლის მერე ამბობ, იმიტომ რომ იმასე თქვენთვის არ მოთხოვს, იმან გითხრათ. სანქციების თემა რუსეთის მაგრამ ვინ გააკეთებდა მერე ფულს, ვინ მოიფარავდა მერე მილიონებს. ხო და ვართ ესე, უკაცრავად ესე რომ ვთქვათ, ლეხურად. კერძი ვართ მერე ეს და უსმენთ ამ ჭორებს. როგორც შიდა პოლიტიკაში, ისე კარი პოლიტიკაშიც არავითარი დემოკრატიულობის ნიშნები არ ჩანს. დემოკრატიულობა ამავე დროს იმასაც გულისხმობს, რომ დემოკრატიულობა არ არის აბსოლუტურად შეჯერება თითოეული პიროვნების აზრის. იქ სიბრძნემ, გამოცდილებამ, ცოდნამ უნდა მოიტანოს არგუმენტირებული პროექტები, არგუმენტირებული წინადადებები და იმ წინადადებები და იმ პროექტებით უნდა გააგრძელოს ქვეყანამ ცხოვრება. ეხლა ვინ არის დღეს ისმის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი? ხო, ქვეყანა ასეთი პატარა ქვეყანა, რომელიც აბსოლუტურად მილიტარისტული თვალსაზრისით თავდაცვის უუნაროა. დღეს როგორც გამოვიყურები? ხო, როგორც ესე იგი გნებავთ უახლოესი მეზობლების მიმართ კავკასიაში და გნებავთ და ასე შემდეგ აი ყველა მამაზე ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე, თავის ვალდებულებების სტრატეგიულ პარტნიორებთან. ყველამ უნდა ასრულოს თავისი წილი, ვისიც არის, რასიც არის. დავით გარაჯე დავთმეთ ახლა ბოდიში აი აზერბაიჯანთან, ხო? ხო თითქოს არაფერია. აი იცით რა არის ბატონო, ეს აგვიყვანს ახლა კიდევ უფრო შორს, მაგრამ მე გლობალური თვალსაზრისით ის არის რომ შენ საკეთებას
სხვა არ აკეთებს. შენ უნდა აკეთო შენ და თუ არ გააკეთებს, გააკეთებს. და მე პირდაპირ თავის ასარგებლოდ გააკეთებს. აი ეს whataboutism-ზე რომ ლაპარაკობთ და აი ეს მაშინ რა იყო ეგრევე რომ იცის პირდაპირ გადაბრალებები და ისრების გადატანა წინა ხელობა მე გეტყვით მაშინ ერთ რამეს. მორჩება იმით, რასაც ბოლოს ის წავიდა. ასაგვირული. წააგო და წავიდა 12-ში, 2012-ში. შენ ხო მოიგე. მოხვედი. აი მე გეუბნები, შენ უნდა მოსულიყავი ისეთი, რომ 5-6 წელიწადში თითით საჩვენებელი ქვეყანა. როგორც განაპირები იყო, კაცო. არა, თითით საჩვენებელი ქვეყანა უნდა ყოფილიყავი, რომ მიგეღწია რამეს, ვერ მიაღწიე? წადი რა. ეხლა თითით საჩვენებელი ვარ, ხო თუ? ოღონდ ეხლა ოპოზიტი. უკანა მინუსში. ხო. ნეგატივში. ნეგატივში. კი ბატონო. მოდით ეხლა ამ თემაზე აღარ ვისაუბროთ უკვე იმაზე, რაც დავპირდით და ვთქვათ, რომ ეს ვისაუბრეთ წინა გადაცემაში რამ დავერი ახსენით სად არის რა არის ისიც თქვით 500 რაღაც მილიონიანი ვალი რომელსაც ჯერსის გენერალური პროკურორი უფლებადამცველი და პროკურორი ერთად ედავება და ედავება კი არა გამოტანილი აქვს უკვე სასამართლოს განაჩენი რომ ამის უნდა გადაიხადოს ამაზე ვისაუბრეთ უკვე წინა გადაცემაში გამოტანილია ეს განაჩენი ის მან უნდა გადაიხადოს გადახდილი აქვს ჯერ არა მოსამართლემ თქვა რომ 500 ბევრიაო უთხრა პროკურორს კარგი თუ კი ბატონო შემცირეთ ოღონდ 357-ზე თემებზე არის არ იყოს საუბარი მილიონებზე ლაპარაკი და ხო იმიტომ რომ ის თანხა გაიზარდა ერთი ორი სიტყვით შეიძლება მაყურებელი წინა ტელევიზიის გადაცემისთვის არისო ვერ დაიჭირა რუსმენი ერთი ორი სიტყვით რომ მაინც მოკლედ რომ ახსნათ ერთი სიტყვით რა არის იცით გაბატონებო და ბატონებო ესე იგი შენობა რომელზეც არის მორგიჯი ანუ ესე იგი გადასახადი ბანკთან ყოველთვე არა ჩვენთან რა კავშირი აქვს ამიტომ ჩვენთან ის კავშირი აქვს რომ ჩვენთან უნდა დააშენოს ვიღაც ვინ უნდა დააშენოს არის ეხლა ქართული დეველოპერი კომპანია ვისი სახელით ხდება ეს ვისი სახელით ქართული დეველოპერი კომპანია არა მე მაქედულობაში ტრამპ დაუერის ხო ვიღაცა მოსახლეობა დაალაგდება სიტუაცია რა ეხლა ეგრე არ ალაგდება ხო გეუბნებით არა შენობას კი არა თელ ქვეყანას რომ დავარქვათ ტრამპლანდია ან რაღაცა ხო შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას ამეთი ვერ მიიღებთ ну ჩემი ისიც მოვიყვანე მაგალითად აი ეს თაგონიები რო ყავს სატაგურები რო გიდგას ყველა ოთახში და ერთი რო ყავს ოჯახის თაგონია რო ეფერები საჭმის ეცეცლები აი it teachers ოთახები იმას ვერ მიაღწევი ის house mouse ვერ გახდები რა ეგრე ეძახიან ინგლისურად იმიტომ რომ შენ ვინც ხარ და როგორც ხარ ესე იქნება ყველაზე კარგ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ რომელი ურთიერთობა იცით სავაჭრო გარიგებების ურთიერთობა და შეიძლება მიიღოთ კიდევ უფრო მძიმე სურათი ჩემი იმის დროს რაც გავეცი რა პარტნიორობა რომ მეგონა რა ეს ჩემი დამიბრუნე მე და არა აქვს უფლება ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა აქვს უფლება რომ სრული უფლება აქვს იმიტომ რომ ბევრი გაიღო მართლა ჩვენც კი ბატონო არ შემოვჩენი არა იქ რა გვიხდიდნენ ერთხელ ისიც დასარკვევია რამდენს გვიხდიდნენ და რამდენი რიგდებოდა ჯარისკაცზე ეგეც გასარკვევია კიდე თორე იმაზედაც როგელა გესაუბრებიან იმაზედაც არავის არ უთქვია რომ მუქთაც ავიყვან ჯარისკაცებს კიდე და ზუსტად მაგის გამო გთავაზობდნენ სახაერო დაჩაკეტვას დაცვას ქალაქის დაცვას საფრანგეთში თავგვანს ისევე პოლიტიკურ გადაცემად და მოდით გავაგრძელოთ ხო აი პირველად ეს აი რა შეიძლება მოიტანოს ამ ტრამპ ტაუერის აშენების ამ შეფუთულმა იდეებმა და რისთვის ჭირდებათ ამ იდეების გენერირება. სინამდვილეში როგორც ისევე იმ ადამიანებს და მიყიდვა იმის იდეის, რომ ამერიკა ჩვენთან კარგ ურთიერთობაშია.
ან დაალაგდება მომავალში კიდევ უკეთეს. კიდევ უფრო უკეთესი. ეს რა შენდება უკვე ჩვენი იქნება. უკეთესი გამომავალ. ჯერ საერთოდ მთლიან ურთიერთობაზე ვიტყვი და მე ამას სხვათაშორის საერთაშორისოშიც შეიძლება ვთქვა და ვისაც შევხვდე მაგალითად რომელიმე წარმომადგენლობას ხო სამეჭრო ატაშეს მაგალითად მე დამერო დიდი დანაშაულია ჩადენილი რომ მაკდონალდისა და კოკა-კოლას დონეზე გაყიდეს მთელი ამერიკის ქართველი რო კითხო რა მაკდონალდი სამჯერა ვარ ნამყოფი 29 წლის განმავლობაში მაკდონალდში და მე რო ეხლა თქვენ იქ შეხვდეთ და რო გითხრათ რომ მაკდონალდში წავიდეთ საერთოდ ამერიკაში თავი უნდა მოვიკლა იმ დღეს და აქ როგორ იყო იცი რომ ესე იგი აი მაკდონალდი აი ამერიკა კოკა-კოლა მაკდონალდი აი ამ დონეზე დავიდა მარტო რა აი ესეც ჩვენი მინუსია ის რომ ესე იგი მარტო ამით უყურებთ ამერიკას და ამ ესე იგი მარტო ეგ არის როგორ გეკადრებათ კიდევ ერთხელ ვამბობ სამჯერ ალბათ ნამყოფი 29 წლის განმავლობაში ამინდა მაკდონალდში ისე ვამბობ რა გასაგები განა იმიტომ რომ ხა მაკდონალდის საწინააღმდეგო რამეს ვამბობ მაგრამ მაკდონალდი ამერიკა არ არის ტრამპი ამერიკა არ არის ხა დაახლოებით ეგრე კოკა-კოლა ამერიკა არ არის რა მარტო რა ხა როგორ ავაჯეროთ ხოლმე როგორ ვიყვიროთ რა ვთქვათ ესეა კარგით გავაგრძელოთ ის თემა რასაც ქვია ეს კანონი ბანკროტი რომელზედაც კი ბატონო აი ვთქვი ბოლო წინადადება ბატონო ის იყო რომ 6 ბანკროტი აქვს 11 პუნქტით ტრამპის ორგანიზაციას პირადი არა ტრამპის ორგანიზაციას საერთოდ არის რა ტრამპის ესე ქვია ორგანიზაციის კოლგა და მის კოლგის ქვეშ 520 თუ 530 კომპანია ამ კოლგის ქვეშ აქედან 240 თუ რაღაც არის ერთი ადამიანი entity ტრამპი დანარჩენი მის ოჯახის წევრებთან ან ორგანიზაციას სახელით ესე შვილობილები და ასე შემდეგ. ესე იგი 540 კომპანია. აქ უკვე არის საერთო, ხო? საჭიროა. საერთოა უკვე, რომ 500 კომპანია რა. კარგი, და საერთაშორისო ეწერა რომ 546 იყო აი ეს რო დაარსა ეს ქვეყნათა უსაფრთხოების ქვეყნათა საბჭო აზიაში ხო იქ ორი ევროპული ქვეყანა იყო ერთი სლოვაკეთი და მეორე უნგრეთი რომლებიც იყვნენ და ევროპელებმა ლიდერებმა ცივილური ქვეყნების პირდაპირ თქვეს რომ ეს არის დაარქვეს ესე pay to play გადაიხადა რომ ითამაშო $1 მილიარდ ითხოვს ყველა ქვეყნიდან რომ არა გეუბნებით რა ესე იგი აქ ადრე იყო საუბარი რომ დაღლიდობის რაღაც არაფერს არ ვამბობ აქ უკვე საუბარია რაზე იცით და სხვათა შორის ერთ-ერთმა ხმამაღლეთმა სანაჩი რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს მე-7 კლასის ზაზრთან რა აი დაახლოებით რა რომ ესე იგი იმდანად თინეიჯერულად რომ ხო თინეიჯერი არ არის ჯერ კაცო არა 7-8 წლის ხო ეს ქვედა სკოლებია მათ სხვანაირად არის ხო ხო და ესე და ერთი სიტყვით ხო აი ხლა ამ თემაზე რომ აი ამ ტრამპ სასტუმროები ესე იგი 6 სასტუმრო 6 ეს არის კაზინო სასტუმრო ან მარტო სასტუმრო ან მარტივი ცენტრი სასტუმრო და იქ არის 6 ბანკროტი 11 პუნქტი 11 პუნქტი შეგახსენებთ არის ბანკროტის დაცვის პუნქტი. ესე იგი, ერთი სიტყვით რა ხდება? მოუყვები ახლა. მე-11 პუნქტი. მე-11 პუნქტი და არის მე-7, 7 არის პუნქტი. და მე-7, თორემ ხალხზე არის 13. დანარჩენი 7 კომპანიაზე 7-ია პუნქტი და ინდივიდუალსაც. ესე იგი, რას ნიშნავს ბანკროტის 7 პუნქტი? მე-7 პუნქტი. მე-7 ეგრე ქვია, 7 პუნქტი. ინგლისურად ეგრე ქვია, მაგრამ ჩვენ ვთქვათ 7 გამოვა რაოდენობაში ის და რიგით არის 7, მე-7. ხო, მე-7 ბანკროტის მე-7 პუნქტი რას ნიშნავს? კარგად ბრანდებოდეთ, არა მაქვს ფული ვეღარ ვიხდი. წაიღეთ რაც არ მაქვს. აი არის მე-7. მე-11 კომპანიებისთვის და მე-13 ინდივიდუალებისთვის, ესე იგი, სახლი
კერძო პირები. ხო, რას ნიშნავს, რომ ესე იგი აიყვან ადვოკატს და მოითხოვ ბანკროტის პროტექციის პროგრამას სასამართლოში. ბანკროტის პროგრამა შემდგომ წარადგინოთ თუ იმანამ. არა, ადვოკატი წარადგენს, რომ მოიყვანს მიზეზებს რაღაც ვერ გადახდის მიზეზებს და ობიექტური. ხო, და სასამართლო ძალიან ისე მარტივად იტყვის, რომ მივცეთ შანსი. და რა არის ესე იგი, რომ დაგინიშნება trustee, რასაც ქვია, მეთვალყურე, რა? ფინანსური მეთვალყურეობა, იმას უნდა უხადო ყოველთვე და გააგრძელო ყოველთვიური გადასახადი ტარიფით. აი ეს რაც გაქვს ორიგინალი, რასაც იხდიდი ვალს ამა თუ იმ საქმეს, ხო, ბიზნესს. ერთი სიტყვით, თავიდან ყველაფერი იწყება ესე. ადამიანი ყიდულობს, მოდი ესე ვთქვათ, მოდი კომპანიაზე ვთქვათ, როგორ იწყება. ვიყიდა ადამიანმა შენობა. ამბობს, მინდა სასტუმრო კონდეს. კი ბატონო. მაგალითად, ისე ვთქვათ, სიტუაციაზე გადაიხადა 80 მილიონი. გადაიხადა რა, გამოიტანა ვალი ბანკიდან კრედიტით კომპანიამ. კი ბატონო, წარუდგინა ბიზნეს პროექტი, უთხრა, რომ აი ესე აქ მექნება სასტუმრო და მე გადავიხდი ამდენს თვეში. თან მინდა ქალბატონებო და ბატონებო, იცოდეთ, რომ სავარაუდოდ საჭიროა ამის ცოდნა, რომ მე გაანალიზოთ რა ფულებზეა საუბარი. $1000 30 წლით ვალად რომ აიღო, სავარაუდო საშუალო არის $5 თვეში. $1000 30 წლით. რო დაფარო. ხო, ესე იგი, 30 წლით ვალი $1000 თვეში არის $5. ხო. ეს რატომ ვამბობ ამას, იმიტომ რომ საჭირო, იმიტომ რომ აქ საუბარია. პროცენტი შეიძლება იანგარში მანდას ვაცი. არა, იქ მაგაში ვამბობ, $5 არის ის პროცენტიანი სავარაუდო. მე შეიძლება იყოს პროცენტზე 4 და 40 და ან იყოს სულზე 6 და ხო, მაგრამ საშუალო. კარგით. ხა 80 მილიონი მაგალითად თქვა მოაწერა ხელი 30 წლით ვიბრძოლობა. კი ბატონო, გახსნა სასტუმრო, დაიწყო სასტუმრო მუშაობა, ზოგჯერ ნელა, ზოგჯერ კარგად, როგორც ბიზნეს ჩვევია, ხო? აბა დინამიკით რაღაც. ხო, და გადის 3 წელი სავარაუდოდ და მოსდის სხვა ბანკიდან. წინადადება, რომ ის თუ ამან მოგცა სიტყვაზე ვამბობ 5%-ად 6 და 5-ად, მე შემიძლია მოგცე 5 და 5-ად, 5 და 2-ad. კი ბატონო, ეთანხმები ხო რასაკვირველია? კარგით. მაშინ ის გეუბნება, რომ მოვა ჩემი წარმომადგენლობა როგორ დაქირავებული მყავს კონტრაქტორი, მოვა და შეაფასებს ამას. რეალობას შეხედავს. და შეხედოს, ხო, შეაფასოს. მოვიდა ეს ვიღაცა, შეაფასა და მოხდა გარიგება. აი, აქ არის დანაშაული ჩადებული. გარიგება. და ამ გარიგებაში, ესე იგი, კაცმა თქვა, რომ ყველა შუქები იყო ანთებული გარედან, რომ შეხედა ყველა ნომისხوار ნახავდა რაღაც სასტუმროს და გარედან შეხედა და ყველა შუქი ანთებულია, საღამოა. თითქმის ყველა ანთებულია, ესე იგი, დაკავებული სასტუმროა, ხო? ამ ხელში. ხო და ამან უთხრა, რომ აი, იქ არის კიდე ჩემი აპარტამენტი სამაგ, კონდომინიუმი აპარტამენტი სამმაგი დუპლექსი. რომელიც არის წინა გადაცემაში ვთქვით 11700 კვადრატული ფიტი და გარიგებაში ჩაიწერა 30000 კვადრატული ფიტი. როგორ მოხერხდა? ხო, რაფინად კაცო. ხო, ის ეხა მოსულია ის შეფასებელი, აი 6-700 მიცემ იმის შეფასებას. ყველაზე დიცვა. ხო და აგერ უცებ რო უთხრას კაცმა რომ აი ნახეთ რა ეხლა ამას
მე არ ვამბობ რომ ყველა ეს ხდება. მე ვამბობ აი იმ შემთხვევებზე რაც არის კონკრეტულ იმიტომ რომ ინფორმაცია გაქვთ ვენა. არა, ამისა ეს დევს კაცო. არსებობს ეს დანაშაული დასჯილია კაცი 347. უნდა გადაიხადოს, იმიტომ რომ ეს Google-ზე დევს ცნობადი ამბავია. გააყალბა მოწვევა. კარგით. სიდიდე ესე იგი თავის შესაძლებელი ობიექტი. ხო და ერთი სიტყვით კარგით დაეთანხმა ის კი ბატონო წავიდა აცნობა ბანკს იმან რომ კი ბატონო ესე ხო ამან ფასი ხო დაუწია ხო განსხვავება თანხა დაარჩა იმისი სესხის 1% ხო ამის გარდა უთხრა ჩემი ეს ქონება ამ 3 წელიწადში გაიზარდა კიდე მეტია გაიზარდა 20 მილიონით სავარაუდოდ 100 მილიონი გახდა ან 30 მილიონით კი ბატონო ბანკმა უთხრა გაიზარდა ამას მე გადმოვიტან ჩემზე ესე იგი თქვენ გადაიხდით უკვე ჩემთან ნაკლებ სესხს და იმ ნაშთს ხო რაც გაიზარდა კი ბატონო თქვენი თუ გნებავთ დავაკლებ ხო აი ესე იგი არა მოიტანა და გამოვართვა დაიდო გააგრძელა გადახდა გავიდა 2 წელი 3 წელი კიდე გააკეთა ანალოგიური კი ბატონო კიდე მოლაპარაკება მოხდა გამრიგარიგება ემასთან ამ ვინც არის ეს შემფასებელთან ანალოგიურად კიდე გამოვიდა ფული და ერთ მშვენიერ დღეს კიდე 1-2 წელი იხადა ბიზნესი ხან კარგად იყო ხან ისე და ერთ მშვენიერ დღეს თქვა რომ აღარ ვიხდი არა ჯერ არა არ ვიხდი ეს ამდენი ფული გამოიტანა არ იხდი ბანკი რეკავს კარგად ბრძანდებოდეთ ვერ ვიხდი ან მოდით მე გადმომირეკეთ ან რაღაცა გავიდა 1 თვე გავიდა 2 თვე გავიდა 3 თვე გავიდა 4 თვე და უკვე იქიდან მოდის რომელი იცით რომელი ბანკიდან საფინანსო ინსტიტუტიდან მოდის უკვე დაპირება რომ მე მოვალ ამ რიცხვში ამ თვეში ბატონო და მე ამას მოვახერხებ უკვე ევიქციას ანუ უნდა დატოვოთ შენობა ანუ მეშვიდე პუნქტში გადადის არა ჯერ არაფერი არ არის არც ჯერ არ არის 11 ის ხო და იმიტომ რომ მე თავიდან დავიწყე მოყოლა როგორ ხდება და ამან ეგრევე თავისი ადვოკატი აფრინა ინტერნეტით პირდაპირ გადავიდა სასამართლოში რომ მეშვიდე პუნქტს ითხოვს და შეწყდა ტელეფონების ზარები აღარავინ აღარ ურეკავს იმიტომ რომ უნდა დაენიშნოს სასამართლო ესე იგი მიანიჭონ თუ არა პუნქტი 11 ბანკროტის დაცვის პუნქტი კიდე არის ეს და ეხლა წარმოიდგინეთ ესე იგი ერთი რატო თქვი $1000 რომ ისეს 50 წლით $5 და აქ საუბარია 80 მილიონზე ესე იგი ამხელა ფულზე საუბარი და ერთი თვის არ გადახდა რამხელა იმის გარდა რაც ფული გაიტანა ვალდებულების თავიდან რამხელა ფული ხო მე მეტი ალბათ რა ვთქვი მოდით ახლა არითმეტიკა არ იყოს იმიტომ რომ შეიძლება დავიბნე 4 მილიონია ცოტაა 1 მილიონი არის $5,000 ესე იგი იმ პროპორცია $5,000 და ხა 80 მილიონი უნდა გამოვავალოთ 5,000 80 ხო რაც არის კარგით ბევრია ხო და კარგით და არიხდი და დაგენიშნა ბოლო ის აღარ ის შეწყდა რომ მოვიდნენ და დაკეტონ და ბოკლომი დაადონ ის შეწყვიტა ის რა გაიგზავნა ის წერილი ამის უფლებები მე ვამბობ უფლებებია ეს მაგრამ დარღვევა მოხდა იქა რომ ამან მოელაპარაკა ხო იმას გაურიგდა იქ არის მარტო ჯერჯერობით დარღვევა და ამ დარღვევას ედავებიან მაგრამ აქეთკენ
დანარჩენი ჯერჯერობით მიდის ყველაფერი სისწორით. უფლება აქვს ამის. ეს უფლებო არ არის, რასაც მე ვამბობ, რომ არის ესეთი კანონი, რომ ესე იგი დაცვის პროგრამა. და დაენიშნა სასამართლო მივიდა სასამართლოზე, სასამართლომ უთხრა, რომ აი ეს რაღაც ბიზნესი ვერ იყო კარგად რაღაცა და კი ბატონო, მისცეს ამის და დაუნიშნეს ის მეთვალყურე ფინანსური. ესე იგი ამას უნდა უხადონ და გააგრძელოს უკვე გადახდა რომ დაფაროს აი ეს ნეგატივი რაც მას გააჩნია. გამოასწოროს და გააგრძელოს გადახდა ყოველთვე ის რაც ვალდებულება აქვს. და დაიწყო. ავიდა ერთი 2-3 თვე და თქვა რომ მე-7-ში გადამყავს ჩემი მე-11 პუნქტი. ესე იგი მე-7 რა სრული აიღეთ. აღარ ვერ ვიხდი, არა მაქვს. თქვენი იყოს, რაც თქვენი იყო. ჩემი არასდროს ყოფილა. ან მეორე ვარიანტი. 10%-იც დავიტოვებ. ეგეც არის. 10%-ს დავიტოვებ დანარჩენი თქვენი იყოს. და იმ 10%-დან ამის უფლებაც აქვს. დავიწყებ ლიცენზიებისა და ბრენდების გაყიდვას. აი, ხვდებით რა ვამბობ, ესე იგი, ხო ქვია ტრამპტაუერი მაგალითად, ისე ვამბობ. იგი ზუსტად ეგ ამბავია. ხო და ამის უფლება აქვს. უფლება მანდ არაფერი არ არის, მაგრამ მისი ქონება იმ შენობაში არის 10%. დანარჩენი და ეს 7-ის გარეშე. და თუ არა და 7. 7 სუმია, ხო? 7 ყველაფერი 7-ის პუნქტი 7 ბანკროტის კარგი მაგალითია. ძალიან მიყვარდა Atlantic City შეარული. კი ბატონო, არ მოვლა, რა არის დასამართი. არ ლეგალურ საქმეს ვეწეოდე თუ რა. დიახ, მიყვარდა თამაშიც. ხო, რულეტი მიყვარს ძალიან, მაქვს ჩემი პრინციპები, რაღაც ჩემი თეორიები, კი ბატონო. ხო და შეიძლება დავდიოდე და მიყვარდა ტაჯ-მაჰალიც, მიყვარდა პლაზაც. ორია. ახლო ყავით. დაფალ ერთი და მეორეში გარეთ გამოსვლა არ გინდა გადახოვდეს. ხო და იქ როგორ არის დღეს რა სულათი მიიღო ესე იგი ამ ბანკროტმა ამ 7-მა რაც გადაიყვანა 11 და 3-ჯერ გადაფინანსებული ეს პლაზა და თქვა მე რომ მე-7 პუნქტში გადამყავს წაიღეთ და ბანკს დარჩა რა შენობა არაფერი ამოდენა წაგება დაანგრიეს და დღეს არის ტერიტორია Atlantic City. რატო წავიდა ბანკი ასეთ წამგებიან თუ წამგებიან შეაცდინა. წამგებიან ხა ამას ხო გითხარით არა? რამდენიმეჯერ გადააფინანსა ისა. ასე იგი. ხვდებით. და ახლა ის მეორე ტაჯ-მაჰალი. ესე ქვია, ხო იმ სასტუმრო კაზინოს. ბანკროტის პერიოდში Hard Rock International-მა აი Hard Rock კაფეებიც აქვს, სხვა შორის Hard Rock კაფეც აქვს გახსნილი იმ შენობაში. და არის კომპანია ესე Hard Rock International-მა იყიდა წილი დიდი იმ ტაჯ-მაჰალში. ეს ამან შვიდში ჩადო. ის ამბობს მოიცადეთ შვიდში რო ჩადო, მე ცხოვარა რა რაღაცა და ის ჯერჯერობით ოპერირებს და ის მიდის კამათები და მთელი ამბებია იმაზე რომ მანდი იურიდიული ურთიერთობები დალაგდება სასამართლო. არ გაყიდოს ვიღაცაზე, ან თქვენ გაყიდეთ ბანკს ეუბნება Hard Rock International, მე ჩემი ვიყიდე კაცო იმ კაცისგან რა გადავიხადე და აი ნახეთ, აი ამ გაუგებრობების დონეზე, ესე იგი კაცმა ამოდენა ფული აკეთა და ამის ესე იგი გაანალიზა თვითონ და სან-ფრანცისკოში უნივერსიტეტში ფაკულტეტი შექმნა, როგორ შეიძლება ფული იშოვო ამას ასწავლეს. რაც მე მოგყვება. მაქინაციები ქვია მაგას ქართული და ამას ასწავლეს. და ეხლა ისინი უჩვენებიან თითო სტუდენტი 5 მილიონს. ეგეც არის. ეგ რატო? თავრეთობას ასწავლენ.
ხო და თითო კანონს როგორ აუარო გვერდი, როგორ დარჩე კანონის ჩარჩოებში და როგორ ისეო ფული, მაგრამ საბოლოოდ აგერ ერთი ესეთი მომენტი ხდება მაგას. საბოლოოდ ერთი ეგეთი აქვს ეხლა რომ 500 მილიონი აგადასახდენ. ერთი ისა აქვს რომ აი ეხლა გუშინ უყურებდი ღამე ალბანეთი ქვეყანა. და რაღაც კონძულია ადრიატიკის ზღვასთან ხო აქვს მაგათ ხო სანაპირო და პეტრე კონძულია რომელიც ასე შეებარა რასაც არ გამოჩნდეს რომელიც არის რაღაც ეკოლოგიურად რაღაც სუფთა ადგილი ძალიან არიან აი ეს ფლამენგოები და რაღაც ესეთი ადგილია რა ძალიან და აი იქ უნდა იმას ჯერად კუშნერს და ტრამპის ქალიშვილს სასტუმროს აშენება. ალბანეთის მთავრობამ თურმე ეს თავიდან სიჩუმით უთხრეს თანხმობა. იმენი მუსულმანები არიან, ხო? ხო, ოღონდ ქრისტიანებიც არიან. არიან. ხო და უთხრეს თანხმობა. და ოღონდ ხმადაბლა. ისე რომ არ იყოს რა, იმიტომ რომ იფიქრეს რომ არ აბუნტდეს ხალხი და აჰა აბუნტდნენ. გუშინ ისეთი ამბავი იყო, რომ ძალიან დიდი რომ ესე იგი ის უკვე პრემიერ-მინისტრი ამბობს ალბანეთის რომ არა ეგეთი რამე არ აშენდება შენებლობა მიდის მანქანები დაადიან უკვე ტრაქტორი რაღაცას ემაშება და ესენი ხალხი ყვირის დაარქვეს ფლამენგოების რევოლუცია მოახდენთო რა ეს ხალხი რა ეხლა ის მე საერთოდ მათ პატივს ვცემ ჯერ ისტორიულად იმიტომ ვცემ პატივს რომ იმ ხელა გული ქონდათ აი ეს ნამდვილად არის სათქმელი რა კარგად გამიგო ალბანელებს ხო აი ნახეთ რა აი ვიღაცებს რო ეშინიათ რომ რუსეთი დიდია საბჭოთა კავშირის დროს იმ პატარა ქვეყანას არც პარტნიორები ყავდნენ ესენი კაპიტალისტური სამყაროსთვისაც მიუღებლები იყვნენ ორი ქვეყანა იყო იუგოსლავია და ხო მაგრამ ისინი არ ხო იქ ახლოს იყვნენ და მითო თორე ისე ძალიან დიდი მას და ესენი საბჭოთა კავშირთან ამა დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდათ გაწყვეტილი რომ მათ უღალატესო კომუნისტურ იდეებსო ისინი ამბობდნენ ალბანეთი და ეგენი არ არიანო კომუნისტები სტალინის დაგმობა რო იყო ეხლა მე ამაც იმეთქონ კი არ ვამბობ რომ ესე იგი ის პატარა ქვეყანა ესე იგი ეშინო და არ დაგმობა იმათ ატომიც ჰქონდათ საბჭოთა კავშირს მაშინ ყველაფერი ჰქონდათ ევროპაში იქვე იყო ხო თან იქვე იყო ვერ დააკლეს ვერაფერი კაცმა თქვა სიმართლით ვარ მორჩა აი ეგეც მისაღებია რომ შიშრები რო არიან ვითომ შიშრები და თან ამ დროს გაიძვერები დღეს საქართველოში რომ მაგი არ გაბრაზდეს თორე ჩვენ ისა რას გვიზავს ხო იცი ეგრე ლაპარაკები ხო ერთი სიტყვით არ დათამეს ეგეც კი არ დათამეს ეს ისე მაგალითად და ერის ხასიათი სად გამოჩნდა ხედავ ხო ხო ეხლა საკმაოდ ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყანა ალბანეთი იყო დღეს ნატოს წევრია უკვე იყო კი ბატონო მაგრამ ეხლა სხვა დაუშვათ საფრანგეთთან გერმანიასთან ხო რასაკვირველია დღესაც ეკონომიკით მაინც დამოკიდებული ქვეყანაა დამოკიდებულია დასავლეთზე და ეხლა ის მაინც აი ეგ არის ზუსტად ეროვნული პოლიტიკა. მაშინ ხო არ იყო დამოკიდებული დასავლეთზე, მაგრამ არ ეშინოდა, იმედა სიმართლით ვარ პოლიტიკა, მაგრამ ესენი ამბობენ რომ ჩვენ მიყავს ეროვნული პოლიტიკა, როგორ დამოუკიდებლები და ვართ კარნახს არ ვღებულობთ. აი ხლა ისევე გადავედით იმაზე პოლიტიკოსზე და ნახეთ მაგ კი არა, აი თქვენ სამი ღამის წინ არ დამეძინა. აი წნევა მომიწია რაზე? ვინერვიულე რაზე რა იყო არ ვიცი რა ეს YouTube-ზე ამომივარდა ვიდეო დადებულია Freedom IMC რადიო თავისუფლების ვიდეო იდო შორტები როა სამწუთიანები თუ რაღაც ქვეყნის პირველ პირის პოლიტიკურ პირს ეკითხება ჟურნალისტი რომ როგორ ფიქრობთ თქვენი გვაინტერესებს თქვენგან რუსეთი თქვენი მტერია ჩვენი მტერია და ქვეყნის პირველი პოლიტიკური პირი თან ერთი 40-60 ეგრევე რუსულად აიყოჩა აი ესეთი უნდა იყოს რუსები პრემიერ-მინისტრი როგორ არის და სწორად დიპლომატიურად კაცი ამბობს იცით რა მე მტერი
სხვადასხვანაირია მტერი, არის ერთი მტერი, მეორე არის ორგანული თანასწორობა გაქვს, მე საერთოდ ვერ გავიგე რა იყო ორგანული აქ ავიცი რა. კაცმა ვერ თქვა რომ აი მაგის პასუხს პირდაპირ ვამბობ, მოგეწონებათ არ მოგეწონებათ. არავისზე ნაკლები, ბევრად მეტი რუსეთთან გახსენებებიც მაქვს, არ ყოფილა რაიმე დიდი ზეიმი მოსკოვში, სადაც არ ყოფილიყავი რა. ცხოვრები ესე იყო. დაწყებული ლენინის 100 წლის თავი, მაშინ ერთად ვიყავით თურმე იმ კონცერტში კრემლში. თქვენ ჩემზე უბრალოდ ხო და მაშინ მე 9 წლის ვიყავი და მე იყო ოლიმპიადა, იყო სპარტაკია და იყო სოფლიო სტუდენტური ფესტივალი, იყო რავი, ყველა ღონისძიებაზე ვარ ნამყოფი, თან 1 დღე და 10 დღე არა, 2 თვე, 3 თვე ცოტებიან დარბაზში და ასე შემდეგ. ბოლოს 1987-ში იყო ბოლო საქართველოს კულტურის დღეები, იქაც მივიღე მონაწილეობა, დიახ, ვიცეკვეთ, ის იყო ესეთი კონცერტი. დროში ვიზღუდებით და გავაგზავნებთ კიდევ ამ თემაზე. მოდით დღეს ბოდის მოგითხოვთ, იმდენად რამდენადაც დრო შეზღუდულია, მაგრამ ამ თემაზე ნამდვილად გავაგზავნებთ და იმას კიდე დავამთავრებ ბანკროტის თემას, იმიტომ რომ იქ არის კიდე პატარა ნიუანსი, პატარა პუნქტი. კარგით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ბატონო. მადლობა ყურადღებისთვის, მეგობრებო, იმედიანად და იყო და ვიაზრობთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ქალბატონებო და ბატონებო, მომავალ პარასკევამდე. ნახვამდის. მადლობა, შეხვედრამდე.